ვის ეკუთვნის ტერიტორია, რომლის გამოც მუნიციპალური არჩევნების წინ ქართულმა ოცნებამ მისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო. ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებით ადამიანების ძალის გამოყრით, ძალადობით, ცემით, მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ დაარბეული სოციალურად დაუცველებით და დევნილებით ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური ზიანი მიიღო. ზიანი მიიღო ოცნების მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ. მაგრამ განა ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია ისეც, რის გამოც ქართული ოცნება ამ რისკზე წავიდა. დღეს პირველად შაბათის ეთერი გაასაჯაროებს იმ პროექტს, რომელიც თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2003-2024 წლებში დაამტკიცა. იხილეთ იქ, სადაც ადამიანები სისხლის ფასად გამოასახლეს, სცემეს და დაარბიეს, 7 საცხოვრებელი კორპუსი უნდა ააშენოს. ახლა თქვენ სწორედ განაშენების რეგულირების გეგმის პროექტს ხედავთ, რომელიც თბილისის მერის მიერ უკვე დამტკიცებულია. ხლა მე გადავალ სხვა ნახატებზეც, ახლა თქვენ ხედავთ, როგორ გამოჩნდება ცენტრალური აეროპორტის გზატკეცილიდან ეს ტერიტორია, 14 სართული მაქსიმუმ იქნება თითო კორპუსი, ოღონდ იმიტომ არა, რომ მერია რამეს მოერიდა, ეს აეროპორტის რეგულირების ზონაში ექცევა და ამიტომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა სიმაღლე არის შეზღუდული. ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია? რატომ წავიდა ასეთ თავისთვის დამაზიანებელ ნაბიჯზე ქართული ოცნება? მაკა ანდრონიკაშვილი შემოდის ამ თემით სტუდიაში. მან ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი გაარკვია და სწორედ ამ დეტალებთან დაკავშირებით ახლა ჩვენ უნდა გვიამბოს ჩვენ რამდენიმე დოკუმენტს წარმოგიდგენთ დღევანდელ გადაცემაში და დასკვნები შეგიძლიათ თავად გააკეთოთ. მოკლედ, მაკა ეს ტერიტორია, სადაც ხედავთ, რომ ამ სასტრაფო წესით დანგრეული აგრეგატების ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობა რომ იგეგმება, ეს დიდი ხნის წინ იყო გადაწყვეტილი, დაახლოებით 2 წლის წინ იყო გადაწყვეტილი და ამის პროექტი განაშენიანების რეგულირების გეგმა არსებობს და ამ გეგმის თანახმად უკვე უნდა გაიცეს სამშენებლო ნებართვა და შეიქმნას კონკრეტული პროექტები. რამდენიმე საინტერესო მონაცემი გვაქვს ჩვენ ამოწერილი, თუ რა მასშტაბზე არის აქ ლაპარაკი, 95,000 კვადრატული მეტრი უნდა იყოს სუფთა საცხოვრებელი ზონა აქ, 120,330 კვადრატული უნდა იყოს ჯამში საცხოვრებელი ზონა, ჯამურად ნუ იქ სადარბაზოების ფართი აკლდება, ასევე 1000 კვადრატული მეტრი უნდა იყოს საბავშვო ბაღი, რომელიც წესით აქ არის გათვალისწინებული, 2650 ადამიანმა უნდა იცხოვროს და 600-ზე მეტი საპარკინგე ზონა უნდა იყოს. წარმოუდგენელ მასშტაბზე გვაქვს რეალობაში საუბარი და ერთის მხრივ, როდესაც ამ პროექტს უყურებ, მარტივი გასაგებია, რატომ მოიქცნენ ადამიანები ასეთი სისასტიკით, რატომ გამოყარეს ეს ადამიანები ქუჩაში, იმიტომ რომ ეს არის დიდი ფულის პროექტი. დიდი ფულის პროექტი, ეს არის პროექტი, სადაც ძალიან დიდი ფული ბრუნავს და კომპანია, რომელიც ამას აშენებს ამ ტერიტორიაზე, ძალიან დიდ მოგებაზეც გავა. თუმცა ადამიანები, როგორც თავად ამბობენ, დაახლოებით 120 სოციალურად დაუცველი ოჯახი, უსახლკარო ადამიანი დღეს ქუჩაში არის დარჩენილი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საცხოვრებელი კომპლექსი აშენდეს. თუმცა ერთი და მნიშვნელოვანი რაზეც აპელირებს მხარე, Black Sea Properties მხარე არის ის, რომ ეს ტერიტორია მოქალაქეებს ჰქონდათ უკანონოდ დაკავებული, ეს ნამდვილად ასე იყო, თუმცა ეს ტერიტორია ამ ადამიანებს არც გუშინ დაუკავებიათ უკანონოდ, არც გუშინ წინ და არც ერთი წლის წინ. ამ ტერიტორიაზე ეს ადამიანები წლების განმავლობაში
ხეობაში ცხოვრობდნენ და ჩვენს რეპორტაჟში მაყურებლები მოისმენენ ამ ადამიანების ინტერვიუებს, რომლებიც ამბობენ, რომ თვეების, წლების განმავლობაში მიდიოდნენ ხელისუფლებასთან, მერიასთან და ეუბნებოდნენ, რომ მიეცათ მათთვის საცხოვრებელი. არ იყო აუცილებელი ეს ყოფილიყო დედაქალაქში, არამედ უბრალოდ იმისთვის, რომ მათ ჰქონოდათ თავზეჭერი, არ ეცხოვრათ ღია ცის ქვეშ, ჰქონოდათ რაიმე ტიპის ნებისმიერ რეგიონში თავშესაფრად სახლი, თუმცა ამაზე მათთვის ყურადღება ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, მაკარო მხოლოდ კახიკალაძეზე ამ შემთხვევაში ჯოხის გადატეხვა ქართულ ოცნებას არ გამოუვა, იმიტომ რომ აქ უკანონოდ შეჭრილი მოქალაქეების ნაწილი არის იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთა დაკმაყოფილება არის, კი ბატონო, დევნილთა სამინისტროს პრეროგატივა და სირცხვილია ქვეყანაში, რომ 30 წელია დევნილებისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა ისევ დაუსრულებელ პრობლემად იქცა. ამბავი ნომერი 2. ეს ტერიტორია, აგრეგატის ქარხნის ყოფილი ტერიტორია, ბიძინა ივანიშვილის დაპირებით და ქართული ოცნების დაპირებით უნდა ყოფილიყო, აქ უნდა ყოფილიყო აგუგუნებული საწარმოები. 2015 წელს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მაშკევიჩი, ნაწილ შეიძლება ახსოვდეს, შემოდის საქართველოში კომპანია Humanity Georgia სახელით და ამბობს, რომ საქართველოში დაგვპირდა ბატონი ბიძინა და მაშინდელი მინისტრები, რომ ძალიან იაფად იქნება მედიკამენტების წარმოებაო. სახელმწიფომ ფული გამოყო, ეს ტერიტორია გამოიყო, იყიდეს იმისთვის, რომ აქ აეშენებინათ ფარმაცევტული ქარხანა, აქ ახლა კორპუსი კი არ უნდა შენდებოდეს, აქ უნდა გუგუნებდეს ქართული ოცნების დაპირების თანახმად ფარმაცევტული წარმოება და თქვენ, მოქალაქეები, უნდა ყიდულობდეთ ძალიან იაფად საქართველოში წარმოებულ მედიკამენტებს, როგორც ბატონი ბიძინა გვპირდებოდა. თუმცა ეს სქემა მაშინდელი ოპოზიციური და სამოქალაქო სექტორის შეფასებებით აღმოჩნდა დიდი აფიორა. Humanity Georgia ქვეყნიდან უკვალოდ გაქრა, ქარხნის ტერიტორია, საწარმოც გაქრა და ქარხნის ტერიტორია და აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ჭიდრო კავშირში მყოფი ოლიგარქის, მინი ოლიგარქის ვანო ჩხარტიშვილის ხელში. კი ბატონო. დოკუმენტი, კი ბატონო. Plexi Property, რომელიც ახლა აზერბაიჯანის მოქალაქეს ეკუთვნის, სწორედ ვანო ჩხარტიშვილის საკუთრება იყო. დოკუმენტი ნომერი 1, ეს არის ყველაზე მთავარი დოკუმენტი, რაც ცხადყოფს იმას, რომ ეს არის ნასყიდობის ხელშეკრულების ამონაწერი. თარიღი ალბათ მაყურებელი ახლა ხედავს, თარიღდება 11 მარტით 2025 წლის. ანუ ვიდრე ხალხს ძალით გამოყრიდნენ 5 თვით ადრე, ვანო ჩხარტიშვილი ხელშეკრულებას აფორმებს, რომ მე ამ ტერიტორიას ვყიდიო და ყიდულობს აზერბაიჯანელი ბიზნესმენი და ეხლა ეს დოკუმენტი ეხლა ერთი უნდა ვანახო შენ მე მგონი ჯერ არც მithქვამს აი კი ბატონო ეს კომპანია ყიდულობს რომელიც რეგისტრირდება 2025 წლის 10 მარტს მანამდე არაფერი ამ აზერბაიჯანულ კომპანიას საქართველოსთან საერთო არ ქონია ოღონდ ეს კომპანია როდესაც ამ ტერიტორიას ყიდულობს მაშინ უკვე დამტკიცებული არის განაშენიანების რეგულირების გეგმა და მერიას თანხმობაა გაცემული რომ 1 2 3 4 5 6 7 კორპუსი იქ სადაც ქართული ოცნება გვპირდებოდა რომ ფარმაცევტული წარმოება იგუგუნებდა კორპუსი უნდა აშენდეს და ნასყიდობის როდესაც პროექტი არსებობს კი ბატონო როდესაც ფაქტობრივად შეთანხმება გაქვს და ერთადერთი თბილისის მერიამ შენებლობის ნებართვა უნდა დაგიმტკიცოს, როდესაც ამხელა ტერიტორია გაქვს წარმოუდგენელ მასშტაბზეა საუბარი, ჩნდება კითხვა. რატომ უნდა მოძებნო ერთი თვის წინ დარეგისტრირებული აზერბაიჯანული კომპანია და გაყიდო $12 მილიონ? ძალიან მარტივად მოდი შევიდეთ პოლემიკაში, აი ყველაზე კრიტიკული კითხვით შევხედოთ ამ ამბავს. ჩვენ არ ვიცით ვანო ჩხარტიშვილმა, იმიტომ რომ ეს წივილკივილი ადამიანების გამოსახლება, ტერორი, დაშინება, ცემა მის სახელს არ დაკავშირებოდა. გადააფორმა თუ არა აზერბაიჯანელი ბიზნესმენის სახელზე ეს ტერიტორია ისე რომ გარიდებოდა დოკუმენტებით ამ სიტუაციას, ჩვენ აზერბაიჯანელი ინვესტორის მხოლოდ წარმომადგენელს ვხედავდით ადგილზე, თუ ნამდვილად რეალურად გაყიდა. ეს კითხვა დღის წესრიგში არის, ეს კითხვა ჩვენთვის პასუხგაუცემელია, მაგრამ დოკუმენტების თანახმად ვანო ჩხარტიშვილს კახიკალაძისაგან მოპოვებული ჰქონდა, რომ ამ ტერიტორიაზე 95,000 კვადრატულ მეტრს სუფთა საცხოვრებელ ფართს ააშენებდა. ამაზევიდან დამატებული კომერციული ფართი, კიდევ სხვადასხვა ობიექტები, ავტოფარეხები არ ვთვლი.
სულ რომ ამ უბანში მინიმალურ ფასზე 95000 კვადრატული მეტრი, აი ყველაზე იაფი რა შეიძლება ღირდეს? $1000, $1100, ხო? 1000 ვთქვა, დავამრგვალოთ. $1000-ზე ყველაზე იაფ ფასზე გავამრავლოთ 95 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს კომპანია, რომელიც იქ კორპუსებს ააშენებს მხოლოდ საცხოვრებელი ფართების რეალიზების შედეგად. იმას ემატება კომერციული ფართები, ავტოფარეხები, პროექტში ჩადებულია საბავშვო ბაღი, რომელიც შემდეგ შეიძლება როგორც ხვდება ხოლმე რაღაც სხვა ობიექტად გადაიქცეს და ჩნდება კითხვა. ხომ არ არის ამ 95 მილიონის უკან ისეთი ადამიანების ინტერესები, რის გამოც ქართული ოცნება ამ ნაბიჯზე წავიდა. ეს კითხვა მე წარმომადგენელს, რომელიც ეკონტაქტებოდა იქ მყოფ საზოგადოებას, ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებელი ფართებიდან გამოყარეს, დავუსვევ კითხე, დგას თუ არა ვანო ჩხარტიშვილი დღესაც ამ კომპანიის უკან. წარმომადგენელი ჩვენ გვეუბნება ბატონი გიორგი, რომ არც ერთი ქართველი პირი ამ კომპანიაში არ არსებობს, რადგან ეროვნებით ქართველია ვანო ჩხარტიშვილის შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილიც ამ კომპანიასთან კავშირში უკვე აღარ არის, მაგრამ რეალობაში ყველაფერს ალბათ დრო გვაჩვენებს, როდესაც აგუგუნდება არა საწარმოს მშენებლობა დაიწყება და გუგუნის საწარმოს მშენებლობას კი არ დაუკავშირდება, არამედ კორპუსების, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, ყველა დეტალი უფრო მეტად მარტივად გახდება ცნობილი, ყველაფერს დრო გვაჩვენებს, თუმცა ძალიან მძიმეა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ახლა ქუჩაში არიან, ასოცი ოჯახზეა საუბარი, ელაპარაკებიან მხოლოდ 39-ს და 80-ზე მეტი ოჯახმა უბრალოდ არ იცის სად უნდა წავიდეს და რა ქნეს.